ეს არ არის ჩემი იდეა, ეს არის ის მორალური ვალდებულება, რომელიც დაეკისრება, რომელიცაც გრძნობს თავისუფალი საქართველო, რომელიც განხორციელდება, როგორც კი ივანიშვილი არ იქნება ამ ხელისუფლების ბატონ-პატრონი, ამ ქვეყნის სახელმწიფოს ბატონ-პატრონი. და ამაზე ეს არ არის რაღაც ახირება, ეს არის კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობილი მოსაზრება და ჩვენ ახლა ყველა ვხედავთ იმას, რომ მაღალჩინოსნები უმოწყალოდ ძარცვავენ საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ბიუჯეტს. უმოწყალოდ ძალადობენ. არიან აბსოლუტურად დაუსჯელები. არც ერთი მათგანი არ დასჯილა, არც ერთი მოპარული რა ვიცი, ასეულობით მილიონებზეა უკვე საუბარი. ჩვენ არ გვინახავს დაბრუნებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ანუ ქართველი ხალხის ჯიბეში. ამ ფონზე, მაშინ როდესაც ეს ამბებია და ეს ადამიანები დუბაი და აბუ-დაბის და შვიდვარსკვლავიან სასტუმროების მიღმა ჩვენ არ გვინახავს, არც მოძალადე და არც უმოწყალოდ ძარცველი. უბრალოდ არ არის არც სამართლიანი, არც სამართალი ამაში არ არის, რომ ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, რაღაცა უმნიშვნელო დანაშაულისთვის, რაღაც ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის ისხდნენ ციხეში, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლები, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობა იქნება ეს თუ რაღაცა სხვა ტიპის დანაშაული, რომელიც არ არის არსებითი საშიშროების მატარებელი საზოგადოებისთვის. უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 4 ოქტომბერი არ არის ვინმეს ექსკლუზიური დღე. 4 ოქტომბერი არის ყველას დღე. საქართველოს ყოველი მოქალაქის დღე, მათ შორის პატიმრებისაც და მათი ოჯახის წევრებისაც. თქვენ ახლა პატიმრების ოჯახის წევრებს მიმართავთ, უფრო თქვენი ამ დეისა უბრალოდ სამი თელ საქართველოს მიმართავ. ეს არის როგორ გითხრათ რა, რესტარტის დღე არის. სუფთა ფურცლიდან იწყებს საქართველოს, საქართველო თავისუფლდება და ბუნებრივია, რომ ამას მოყვეს ფართომასშტაბიანი ამნისტია. ეს სავსებით ბუნებრივია და ეს მორალური ვალდებულებაც არის და იქნება იმ ადამიანების, ვისაც ქართველი ხალხი თავისუფალ არჩევნებზე აირჩევს. შემდგომ 4 ოქტომბრის შემდგომ თავისუფალ არჩევნებზე. დღეს არსებული პარლამენტი არ ზრუნავს და არ გამოხატავს და არ ზრუნავს არც ციხის გარეთ და არც ციხის შიგნით ყოფ ადამიანებზე. ამას გააკეთებს მართლაც სახალხო და ლეგიტიმური პარლამენტი.